Amadeus Sandro Banamize გახდა ჩვენი სტუმარი იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ჩემო სანდრო ახლა შესვენების დროს გამახსენეთ ძალიან კარგი კინო არის ამერიკული კინო არის ინგლისის მეფეზე რაც ლირიული და რომანტიკული ფილმი არის რაღაც ელექტრო მოკლედ ჩართვა იქნება და მთელი სამეფო საგვარეულო დაიწყება გარდაიცვალა და ეძებეს მემკვიდრე და ვიღაცა ნახეს ამერიკელი ჩამოიყვანეს და ის კაცი რო არ იყო მეფე დაბადებული და ტიტულატურას ყვებოდა სამეფო რეგალიებისა და სულ ბოლოს ეძის მახსოვს რაშიც გვერი ერთი საკითხია ჩეკუბლაშვილს თუ ყველა ტიტული ქონია მას მე არ ვიცი ეს სისტემა მართლა დასანგრევია გულწრფელად გეუბნებით მახარებს რომ უკვე ესეთი ინიციატივებით მიდიხარ მაყურებელი მინდა შემოვიყვანო და არ შემეძლია არ გითხო და რამდენად ეს იყო აი დატვირთული ეს თქვენი პრეზენტაცია რამდენად იყო საზოგადოება ჩართული და დისკუსიები იყო თუ არა და ფართო განხილვას ჰქონდა თუ არა ადგილი მე დარწმუნებული ვარ რომ ისეთი მუხლები ჰქონდათ ამ კანონპროექტში რომელიც ესე ვთქვათ სხვანა შუქით გაიმაჯოს მაგრამ აი მოთხოვნილება ნამდვილად იყო რომ ეს შესრულილი იყო მაგრამ აი აუდიტორია თუ იყო მზად რომ ესე ვთქვათ გადაეხარშა და აი მე ნაკლით თუ იყო რასაკურველია აი ყოველთვიანობაში ამ ღონისძიებამ გაამართლა კი არა თქმა ხართ დიახ ძალიან იმიტომ რომ ჩვენ მოახერხეთ ის რომ მიუხედავად იმისა რომ აშკარად სხვადასხვა პოზიციებზე ვდგევართ ბატონი კუბუაშვილი მის პირველი მოადგილე ვთქვათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განსხვავებულ პოზიციაზე იდგნენ ცხადია ჩვენი პოზიციისგან აგრეთვე იმ პოზიციისგან რომელიც დარბაზში პრევალირებდა იქ ჩვენ ყავდა მოწვეული სწავლული იურისტები არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა სინამდვილედ მიდიოდნენ ეგ ბიჭები ხო ერთ სიტყვით იქ პრევალირებდა სხვა აზრი მოდი ასე ვთქვათ ამის მიუხედავად ჩვენ მოახერხეთ ის რომ ცივილიზებული დისკუსია გქონდა შედგა დისკუსია შედგა ჩვენ მოვისმინეთ ერთმანეთის რა გარკვეული საკითხები ჩვენ პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ მზად ვართ რომ გავიზიაროთ მათ შორის ბატონი კუბუაშვილის მიერ ნათქვამი იყო რაციონალური რამე გარკვეული რაღაცები იყო თუმცა არის საკითხები რომლებსაც პრინციპულად არ დავეთანხმებთ მაგალითად ერთ საკითხი მინდა აი ასევე თქვენი საზოგადოების ყურადღებამდე მივიტანო დღეს თუ გადაავლებთ თქვენ თვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე ნაწილის შემადგენლობას 8 კაცი პლუს მე-9 თვითონ თავმჯდომარე კონსტიტუციურად ამ 8 კაციდან თუ ყველა არა უმრავლესობა მაინც არის რომელიღაცა სამართლოს ან თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე ან პალატის თავმჯდომარე ან კოლეგიის თავმჯდომარე რიგითი მოსამართლე უბრალოდ მოსამართლე იმისთვის ადგილი იქ არ არის იგი პოლიტბიუროში როგორ მოხდა ეს ცხადია ისე რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს იმავე დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იმავე დროს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარეს იმავე დროს თავმჯდომარეს რომელიც თავმჯდომარეობს პირს რომელიც თავმჯდომარეობს კონფერენციას და მას აქვს ექსკლუზიური უფლება ნომინირების ცხადია სადო ნომინირებას მოახერხა ერთ რაღაცას მივხვდი ახლა მე დილეტანტი ვარ მაგრამ გასულს ხელისუფლებათა შტოები ხო არსებობს ესე ვთქვათ საკანონმდებლო ხელისუფლება არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლება არსებობს სასამართლო ხელისუფლება რასაც ახლა მე თქვენ გისმენთ შტაბ-ჭრილობა რჩება რომ სასამართლო ხელისუფლებაში გადატრიალება მოუხდენიათ ამ ადამიანებს ეს უზურპაციაა რომ ყველა საკომანდო სიმაღლე მათ ხელშია რატომ არა რიგით მოსამართლეს იქ ყოფნის უფლება ესე გადატრიალება მოახდინა უფლება როგორ არა აქ მაგრამ შექმნეს ისეთი დახურული რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა კონფერენციას თავაზობდა იმ ხალხს რომელიც რომელიღაც სასამართლოს ხელმძღვანელ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა ამაშია საქმე უზურპაცია მოხდა რა ამაშია საქმე ბუნებრივია ამის შემდეგ ვიღაცას არ მოსწონს რომ ჩვენ კონფერენციის რიგით მონაწილეს გადავწეთ უფლება რომ დაასახელოს შეეწინააღმდეგებიან ამას რა თქმა უნდა გვეუბნებიან რომ ეს არის დისკრიმინაციული წესი არის იმათ მიმართ დისკრიმინაცია მე ასე ვთქვი რატო რიგითი მოსამართლეების დისკრიმინაცია არ გვახსენდებოდა მაგრამ აქ სხვა საკითხია ასეთივე აკრძალვა არის ადმინისტრაციულ კომიტეტში
თუ ადმინისტრაციულ კომიტეტში ეს არ არის დისკრიმინაცია, ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შემთხვევაში რატომ არის დისკრიმინაცია? ანუ არათანამიმდევრული. პასუხი რა მეიღეთ ამაზე? დუმილია. ის რაზეც ლოგიკური პასუხი არ არის, ეხლა რა პასუხს მიიღებ? სხვა კიდე არაერთი პრობლემა არის, ბატონო დავით. არაერთი პრობლემა არის აი ამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესთან დაკავშირებით. ეს სასამართლო ხელისუფლების მესეურები ამდენი ხანი ითმენდნენ იმას, რომ პრეზიდენტი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნიშნავდა თავის ორ კაცს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეხლა ჩვენ რო თქვით, რომ ეს უნდა გადავიდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ოღონდ აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ მთავრობა უნდა ნიშნავდეს თავის კვოტით არა იმ ხალხს, ვინც მას უნდა, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებს. აქ დეპოლიტიზაციის ელემენტი შემოვიტანეთ ჩვენ. ანუ ასე თავაზობდით, რომ ის სამი კაცი, რომელიც მთავრობამ უნდა თქვა შეარჩიოს, ვინ იქნება? ესენი იქნებიან იურისტთა აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ესენი იქნებიან ან იურიდიული პროფილის მქონე NGO-ების წარმომადგენლები, ან თქვა ადვოკატები და ასე შემდეგ. აი ეს ნოვაცია რო შემოვიდა, თქვენო გინდათო ასე თქვა აღმასრულებელი ხელისუფლების დიქტატი განახორციელოთ, პრეზიდენტი რო ნიშნავდა უპირობოდ ეს არის დიქტატი. აი ეს ორმაგი სტანდარტებია გამოუგნებელი. თუმცა ჩვენ მივიღებთ უფრო რადიკალურ ნაბიჯზე წავალ. ჩვენ შეიძლება მთლიანად ის არამოსამართლე 6 წევრის არჩევის ფუნქცია მთლიანად პარლამენტზე გადავიტანოთ და მთლიანად ეს ხალხი საზოგადოების წარმომადგენლებისგან იქნება პარლამენტის წევრები ხომ არ იყვნენ. აი ჩვენ ამ ნაბიჯზე წავალთ და დისკუსიაში იბადება რაღაც ახალი იდეები. სწორედ ამიტომ შემთავაზებთ ჩვენ ეს დისკუსიის ფორმატი. სადღაც რა ისიც გასა. აბა იმაში კრეტინული ორგანიზაციები ეს მარეგულირებლები. იქ თუ პარლამენტის არჩევით ხდება, რატო არ უნდა ხდებოდეს სასამართლოში? ამიტომ თქვენ ლეგიტიმაციის მიღებები გქონდეს, თქვა, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობას დღევანდელს სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელობის დღევანდელ შემადგენლობასთან და ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებული ხედვები. მაინც როდესაც დაждები მაგიდარზე საზოგადოების სხვა წარმომადგენლების თან დასწრებით და მათი ასევე მონაწილეობით და როდესაც მიდის დისკუსია და პოლემიკა, იქ რაღაცა გარკვეულ საკითხებზე რაღაც საერთო მნიშვნელობამდე შეიძლება მიხვიდე და ჩვენ მივალთ გარკვეულ საკითხებში საერთო მნიშვნელობამდე. თუმცა გადაჭრით არ დავთმობ თქვათ ისეთ საკითხებს, როგორიც არის, რომ ნომინირების უფლება კონდეს კონფერენციაზე დამსწრებელს, რომ ღია კენჭისყრა ეს დემოკრატიის ნიმუში არ არის, რა თქმა უნდა, ფარული კენჭისყრა უნდა იყოს. რა თქმა უნდა შევქნათ პირობები იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რიგითი მოსამართლეებისთვის იყოს ადგილი და უპირატესად სწორედ მათთვის იყოს ადგილი და არა თქვათ იმ ხალხისთვის, რომელსაც ეს ფაქტს გეტყვით რა, ეს სადრო მე დილეტანტი ვარ, კიდე ერთხელ გეუბნებით და ახლა ნანოფ რომ იურისპრუდენციაში ესე კარგად ვერ ვერკვევი, როგორც შევიცვალოს ბაბაკა. ძალიან საინტერესო სტუმარი მყავდა, მე თემურ ჯანიაშვილი მოსამართლე იყო. და თებერვალში ამ კუბლაშვილის კანტორა გაათავისუფლა და რა მომიყვა იცით ამ ადამიანმა. საით მართალ მომბიერი კაცია, ძალიან წესიერი კაცია, პატიოსანია, ქიზიყელია რა. ასე იგი რაღაცა არ მოეწონა ამ კუბლაშვილის კანტორას ამ ადამიანში. და იმაში იყო სააპელაციოში. არც ეკითხებიან მოსამართლეს, გადაიყვანა ხან იმერეთში ყავდა, ხან გურიაში, ხან იმაში აშკარად უნდა თბილისიდან მოცილება. აი აქ არ შეიძლება რომ ესეც რაღაც აი გადემოკრატიულდეს ესო აი პირადი რაღაცის ინტერესების გამო კი არ მოიშორო თბილისიდან რაღაცა კრიტერიუმი შეიძლება ბატონო დავით ეს პირველი ეტაპია რასაც ჩვენ ინსტიტუციური რეფორმა დავართ ახლა მან სხვა საკითხებია კიდე უყურეთ როგორი საკითხებია მოსამართლეთა დაწინაურების და თქვა პირიქით დაქვეითების საკითხები ვიღაც მოსამართლეები სასამართლო იერარქიის აი ამ სამ საფეხუროვან სისტემაში ისეთ გიგანტურ ნაბიჯებს გამდნენ რამდენიმე თვეში რომ არა თქვა კვირაში დამწყები მოსამართლიდან უცებ რატომღაც უზენაეს სასამართლოში ხდებოდა იყო ესეთი აი ეს გამოირიცხება თუ კი მიიღებთ კანონცვლილებებს ის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩაიგოს რაღაცა გარკვეული მუხლები და ამაზეც აქაც არ ვაპირებ ჩვენ არავით არის ველოსიპედების გამოგონება საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ამასთან დაკავშირებით აქვთ რეკომენდაციები მითითებები და 1000 რამ ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო სექტორი,
ისინი ამაზე მუშაობენ, ძალიან კვალიფიციურ და კარგ დასკვნებს დებენ. აქამდე არავინ არ ათხოვებდა მათ ყურადღებას. ჩვენი პოლიტიკა ამ ხრივ შეიცვლება. აი, გაიტანთ პარლამენტში, აი შესვლით ამას ყველაფერს. გავიტანთ, ჩვენ იმედი გვაქვს, ჯერ ერთი ჩვენ ვიქნებით ინიციატორები, მთავრობის მეშვეობით გავხდებით, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო ინიციატორები. პარლამენტშიც, რა თქმა უნდა, წავალთ ვივლით და შევეცდებით, რომ თითოეული დეპუტატი დავარწმუნოთ იმაში. ამას ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ამას ყოველთვის. სასაბათო ხელისუფლება თუ არ გადემოკრატიულდა, ქვეყანას არაფერი არ ეშველება. ეხლა გამოჩნდა ის. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ მოსამართლის მივლინება აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და თვითნებური პროცესი იყო, რომ ვიღაც მოსამართლეები თქვათ სადღაც უცებ გადაისვრიდნენ, ხომ არ იყო ეს მათი ამ გზით რეპრესირების უშობის გამო ასახლებდნენ ქალაქს. ამისთან ეჭვები არსებობს. არის ბევრი ფაქტი, აი მიყვებოდა აქ პარლამენტში უნდა გაიწეროს ძალიან საფიო. როდესაც გაწერილი იქნება ადამიანს არ უნდა ქონდეს განსხვავებული ჟიარი. აი ეს უნდა ითვლებოდეს სამომდებულო, აი წელიწადში ან 2 წელიწადში ერთხელ 2 თვე იყავი ძმაო ბალონიმაში, აგერ სამტრედიაში ან ზესტაფონში, მაგრამ შერჩევითი არ უნდა იყოს. აი თქვენ თუ ამას ყველაფერს მოაგვარებთ, აი სანდრო დედასგან რაც თავარი აი ისევ საზოგადოებასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგი ვახსენე. ყველა ძალიან ბევრი გაოცებული ადამიანი ვნახე მაშინ გასულ კვირას ჩვენს კონფერენციაზე. უკვირდათ, რომ იუსტიციის სამინისტრო არათუ მიდის სადღაც საზოგადოებასთან სასაუბრო. თვითონ იუსტიციის სამინისტრო გამოდის რაღაცა რევოლუციური ინიციატივებია. დღეს საიამ გამართა უფრო ვიწრო ფორმატში, მაგრამ მაინც სადისკუსიო, ასე ვთქვათ, ფორმატში პრეზენტაცია იმის თაობაზე თუ რა ხარვეზებს და ნაკლოვანებებს ხედავს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში. ისევ და ისევ უამრავი ადამიანი მოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ გასაოცარია, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დადიან ამგვარ კონფერენციებზე, პრეზენტაციებზე, შეხვედრებზე, მრგვალმაგიდებზე, სიმპოზიუმებზე და ასე შემდეგ და გარკვეულ, თქვათ, დემოკრატიულ ინიციატივებსაც თავად სთავაზობენ. კი, მაგრამ აბა სხვანაირად უნდა იყოს. იუსტიციის სამინისტრო არის მთავარი იურიდიული მრჩეველი. ეს არის ქვეყნის მეტაფორა რო ვიხმაროთ, მეტონიმია ალბათ უფრო მთავარი იურისტი. ქვეყნის მთავარი იურისტი თუ არ იulis ამისთან უნდა იაროს საზოგადოებისგან არ მიიღებს, თქვათ, რაზე მსჯელობენ საზოგადოებაში, რა აწუხებთ. ეს შეკვეთა იყო. თუ არ გავაკეთებთ ჩვენ, აბა ვინ უნდა გავაკეთოთ? სანდრო გეთანხმებით, მით უმეტეს საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ აი მართლმსაჯულების ძირეული რეფორმა მოხდარიყო და სწორედ ამიტომაც დაინიშნეთ, დააჩქარეთ რა სანდრო პროცესები. კი, მესმის, რომ სულ 10 დღეა რაც ხელისუფლებაში ხართ, მაგრამ დაჩქარებასთან დაკავშირებითაც გეტყვით საინტერესო მომენტები. ჩვენ თავდაპირველად ქონდა გამიზნული, რომ აი ამ კვირაში, უკვე დღეს რო დაიწყო, 12 ნოემბრის კვირაში, მაშინადამე უკვე გარკვეული დღე მივეცით კონფერენციის მონაწილეებს დღეები. ჩვენ 5-7 დღე ქონდა მათთვის თავდაპირველად განსაზღვრული. არ გვეგმავდით ხელმეორე შეხვედრას. თვლით, რომ აი ამ კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებები და მე წერილობით შემოსული მათი წინადადებები, რეკომენდაციები, კრიტიკა და ასე შემდეგ იქნებოდა საკმარისი. ჩვენ ამას სწრაფად გადავამუშავებდით, რაც რაციონალურად მოგოჩვენებოდა, სწრაფად შევიტანდით კანონ პროექტში და ასე შემდეგ, ისე რომ ამ კვირის ბოლოს უკვე თავრობაში დაკიცების გზით უკვე წარდგენილიყავით ამ კანონ პროექტებით პარლამენტში. მაგრამ იქ გამოიწვა მოსაზრებები, რომ ძალიან სწრაფად ეს არ უნდა იყოს. უცხოელი პარტნიორებისგანაც იყო, თქვათ, გარკვეული თხოვნა, რომ ეგება ერთი კვირა კიდე, თქვათ, დაახლოებით სიამოვნებით. ეგება კიდევ შევხვდეთ სიამოვნებით. სანდრო მაგრამ ბატონო დავით. ის რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს.
გაუთავებელი შეხვედრები სხვადასხვაობით და წყლობით ერთი და იგივე ადგილის წეპნა. კი, მაგრამ აი ჩვენ ამის უფლებას თავს არ მივცემთ, რატომ იცით, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობამ სულ სხვა რამე დაგვავალა. აი ამის კვალი და ლეგიტიმაცია ჩვენ დაგვავალეს რომ ვიმოქმედოთ რაფაც აგაშენებთ თვითონ ხალხს თქვენ შეპირდით და ყველაფერს მოვაგვარებს რაფად არ გინდათ პიროვნებით გაჭირვა აი დამესუნეთ ახალ წლამდე ეს 5 თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა თუ პარლამენტში შევა და ღმერთმა კნასო პარლამენტმა და პარლამენტმა მეთქი ახალ წლამდე თუ მიიღო ეს უკვე პროგრესი იქნება უნდა მე დარწმუნებული ვარ რომ მიიღებს ამისთვის დრო არის ანუ ის პროცედურები რაც პარლამენტს თავის ხრივ ჭირდება იქნება იმის საწინდარი რომ ახალი წლიდან ჩვენ ინსტიტუციური რეფორმის პირველი ეტაპი გვექნება განხორციელებული. რევოლუციონერები ყოფილ ხართ იმ კანტორაში ეს სამი კაცი თქვენ მართლა მიხარია გულწრფელად გერგეთ თუ შეფეთე ეს რა ხალხისგან იმიტომ გედოთ ხალხს თავარი ჩვენი ლაიტმოტივი რა იყო დღეს მეოთხედ შემოგვემატა ამას ბატონი მინისტრი ალბათ თვითონ გააჟღერებს დაგეკავთი მაგრამ გახსოვთ ბატონი მინისტრი უკაცრავად აი ბიზინა ივანიშვილის თავარი მესიჯი რა იყო სამართლიანობის დაბრუნება თქვენ არ გაქვთ აი ესე ვთქვათ ბურთი დამოედაენ ამის რეალიზება ჩქარა უნდა მოახდინოს პარლამენტმა რა ჩქარა შეიტანა მალე შეიტანა მალე განიხილავენ მოდი ჩვენ მაინც აი 10 წუთი დაგვჭირ 1-2 მაყურებელი მაინც შემოვიყვანა დარწმუნებული ვარ ბევრს ექნება შეკითხვები გისმენთ ხალხო ეთერში ხარ თუ არის ვინმე შემოგვიყვანეთ გისმენთ კარგია 5 კანონპროექტი ხო ჩვენ ესე 10 დღეში ალო დია გისმენთ ბატონო დავით დია გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით ძალიან დიდ პატივს გავკაფიაზად მაესტროს მეცნიერებას მაგრამ რეკავ ერთი საათი დავრეკე დაელოდე ველოდები და დაბაცმა ხალხს ელები სოდოები ვართ მაგრამ რაც შეეხება ოდიში მაგრამ მის დავიჭირე კაცო სამისოდან ხო მოგესალმებით უკვე გეხვეწები მიხედეთ აი ხია თუთბერი ეს და მიხედეთ ხია ნახალაიების ოჯახს დავიღალეთ ხალხ კიდე ეს ნაციონალები უნდა იყოს კიდე კომუნისტები უნდა იყვნენ დავიღალეთ ხალხო გასაგებია თქვენი განწყობა გასაგებია დამერწმუნეთ აი გულწრფელად გეუბნებით აი რაც ახლა ბატონმა საადრო 5 კანონპროექტი აქ ჩამოგვიყალიბა ეს რომ თავიდანვე ყოფილიყო არც თუთბერიზე იქნებოდა პრობლემა არც ის ახალაია და არც სხვა ესე ვთქვათ ჩვენი პრობლემები აი მართა წდება გული რომ აი დეფორმირდა ყველაფერი 2003 წელს ვითომ გარღვევა და ვითომ რაღაცა და მივიღეთ ავტოკრატული და ტირანული სახელმწიფო იყო ის შემოსამდრო და რაც ახლა თქვენ კუბლაშვილზე მოყევით გას მართა იმპერატორს არ აქვს იხელა უფლებები რავო მე არც მახსოვს აი ამდენი ძალაუფლება როგორ მოუყარეს ერთ კაცს ხელში რა გადატრიალება სასამართლო ხელისუფლებაში რეალური და გრანდიოზული რეფორმებია ჩასატარებელი. არის კიდე სხვა რა ინიციატივები ითაპირებთ გასვლას საზოგადოებასთან? შთანთქმის პრინციპზე არ გვისაუბრია. ეს უკვე გადაწყვეტილია მე მგონია რა. ხო, იმიტომ რომ იქ თვითონ სასამართლო ხელისუფლების მეთაურობის დაგვეთანხმნა, ესო კარგი ინიციატივა არისო და იქ პატარა ტექნიკური დეტალები შეიძლება დაგოსტესო, მაგრამ ესო კარგი არისო. მივესალმები ხარ. თვითონაც ხდებოდა რომ დრაკონული კანონი იყო ისა და ევიტო. მაგრამ ერთ-ერთმა ძველი ხელისუფლების მეთაურმა ასეთი კომენტარი გააკეთა ტელევიზიით, რომ მაშინ სხვა პოლიტიკა იყო და იმიტომ, კი მაგრამ რატო იყო სხვა პოლიტიკა? რითი გამპირობებული ის პოლიტიკა რომ ძეხვის და რაღაცა კამფეტებზე სასაკერების მოპარვისთვის რაღაცა ადამიანი მიდის 10 წელზე მეტი საშინელება იყო ის რაც იყო სანდრო ბატონო აღშემეს კი არ ეკითხოთ რა აი ახლა ნუ პრინციპში ყველა დიდი კონცენტრირებული ენერგეტიკა ამერიკაში ამერიკის კონსტიტუციიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტროს აქვს აი მე მართლა მახარებს რომ იუსტიციიდან დისტანცირება ხდება პროკურატურის და ეს სწორიც არის რა თქვენ რას ბრძანეთ რომ ჩვენ ვართ თავარი იურისტებიო მართლა ეს უნდა კონდეს იუსტიციის სამინისტროს თავად მე ახლა როგორც მოქალაქეს გეკითხები და როგორც განათლებული იურისტი ჩემი აზრით არის მე შეიძლება ვაზვიადებდა მაგრამ
თავად ეს პროკურატურაც რა უნდა იყოს? ჩემი აზრით, უნდა იყოს ზედამხედველი კანონების ასრულებისა და აი ეს ყადაღები არ მომწონს სახელმწიფოს საზოგადოებრივი ინტერესები უნდა იყოს და ამათი სიტყვებია სახელმწიფო და რაღაც ამდაგვარი საზოგადოება უნდა ვიხმაროთ. პროკურატურას წესით და რიგით აი ამ ზედამხედველობიდან გამომდინარე უნდა გამოეყოს გამოძიება. თუ გაქვთ ეს გეგმაში, ცალკე სამსახური შეიქმნას გამოძიების. არ გიფიქრია სიმართლე გითხრა. შეიძლება საინტერესო იდეა იყოს და შეიძლება თქვა ამაზე ჩაღრმავება და ჩაფიქრება. თუმცა დღეს სულ სხვა რამე გვაქვს ის წესრიგში გვაქვს პრობლემა რომ პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს იმდენად ორგანულად იყო შერწყმული რომ იუსტიციის მინისტრი იმავე დროს იყო ქვეყნის პირველი პროკურორი ეს დე იურე ხაც ასე გეთახმებით კი ვიცი ქალბატონი თეა დღესაც პრინციპში ითავსებს იმ ფუნქციას რომელიც გენერალური პროკურორის ფუნქციებია ჩვენ მიგვაჩნია რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი თანამდებობის პირის ხელში არის ყოველთვის საფრთხე. მოუქნელი ხდება სისტემა. გეთახმებით. ქალბატონი თეას პიროვნებიდან გამომდინარე ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ხვალრო სიტყვაზე ზებრო სულ სხვა ასე ვთქვათ, სასამართლო ხელისუფლებას დაუბრუნებთ პროკურატურას? თუ არა ეს არა, სასამართლო ხელისუფლების სისტემაში ვერ წავა, ისევე როგორც ვერსაც სხვაგან ვერ წავა, იმიტომ რომ კონსტიტუციის ჩანაწერი არსებობს, რომ პროკურატურა არის იუსტიციის პროკურატურის ორგანოები არის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. ეს არის კონსტიტუციის ჩანაწერი. სანამ კონსტიტუცია არის ასეთი და შეიცავს ასეთ ჩანაწერს ერთმარცხაჯულების სისტემაში პროკურატურა ვერ გადავა. ამიტომ ის უნდა დარჩეს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მე მიმაჩნია ეს სწორია. ოღონდ უნდა მოხდეს გარკვეული უფლებამოსილებების გამიჯნა. საპროკურორო უფლებამოსილებები ძირითადად უნდა თავმოყრილი იყოს მთავარი პროკურორის და მის მიერ დანიშნული ქვემდგომი პროკურორების ხელში, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად უნდა ინარჩუნებდეს გარკვეულ კონტროლის მექანიზმებს პროკურატურაზე, იმიტომ რომ ჩვენ სუსტი პროკურატურის პრობლემები ამ ქვეყანაში ისტორიულად არ ქონია. ჩვენ მუდამ ქონდა სუპერ ძლევამოსილი პროკურატურების პრობლემები. არის სადაც ცოტა შეგეკამათებით. შეიძლება მაგაზე კამათი რასაკვირველია. მე მახსოვს 90-იანი წლების შუა პერიოდი, როდესაც აი პროკურატურა სუსტი იყო, იუსტიციის სამინისტრო საერთოდ იმაში მაგრამ მაშინ საერთოდ არ იყო. აპრიოსნად კერნებით, როდესაც ფულის ნიშანი გაჩნდა და როდესაც იყო რა 95 წელს სახელმწიფო ვიყავით ეს ამათი მოგონილია რომ 2003-დან იყო სახელმწიფო მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აი ზემოქმედებას ახდენდა პროკურატურაზე ჭიდილი მათ შორის ყოველთვის იყო და სასამართლო ხელისუფლებაში იგრძნობოდა თუ თქვენ მაშინ ადვოკატობდით შეამჩნევდით რომ არ იყო რა პროკურატურა ძლიერი მაშინ არა მე მაშინ არ ვადვოკატობდი მე მახსოვს პროკურატურის ძლიერება რაში მდგომარეობს სუსტი იყო მაშინ ახლა გააძლიერა სააკაშკი მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს სასამართლო თავარი არბიტრი გალდებასა და დაცვას შორის მაგრამ პროკურორებს არადროს არ ქონიათ იმის პრობლემა, რომ ვის მიმართაც დევნა სურდათ დაეწყოთ და არ იწყებდნენ. ამისთანა პრობლემა არ არსებობდა. სხვა საკითხია, რომ გარკვეული კონტროლის მექანიზმები, აი ეს იყო ყოველთვის პრობლემა. გეთახმებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს უნდა ქონდეს კონტროლი პროკურატურაზე და ჩვენ ვამთავრებთ ბოლოს მუშაობას კანონპროექტზე, რომელზედაც ასე თქვა დიდი ხანი რას ნიშნავს რამოდენიმე კვირაა თორე დიდი ხანი 2 კვირაა სულ მოსულები ვარ ისე რა უბრალოდ როცა დღეში მუშაობ 12-13 საათი უცებ გავიწყდება რამდენი დრო არის გასული მე მახსოვს ეგრე მიშერო იყო იუსტიციის მინისტრი პენსიატიალური სისტემა თვითონ და ნუ მის კანტორაში იყო და იყო რა ერთ ამბავში კიდევ ერთ შეკითხვა, როგორც იურის გეკითხებით, მე მართლა ვერ გავიგე, ხა ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე დახურული ორგანო გახდა, საერთოდ ვერ გავიგე მაგათი ვერაფერი. გამაგებინეთ თქვენ რაიმე ზეგავლენის მოხდენის ის გააკაჩნია თუ არა, რომ გაირკვეს, ან თქვენ გაქვთ ინიციატივა, რომ
ახლა რაც იყო ის საშინელება იყო იმით რომ ვანჩკაზო დაზვერვა კონდაზვერვა ყველაფერი ერთად იყო თუ არა ვწდები და ეს ისა აი პოლიციური ფუნქცია შინაგან სამინისტროს ამის მეტყვა კონდა ეს დაზვერვას რაღაც ბევრი აი გამიჟნა შეიძლება ან თქვენ ხართ თქვენ უნდა გახდეთ ამის ინიციატორი პრემიერ-მინისტრი თუ ვინ ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ეს დროში გაიწელება როგორც ჩანს, არა? იმიტომ რომ დროში როგორ გაიწელება? ჩვენ გვაქვს დღესდღეობით შემუშავებული ეგრეთ წოდებული პრიორიტეტული საკანონმდებლო ინიციატივების სამთვიანი გეგმა. ამ 3 თვის განმავლობაში ჩვენ უნდა შევცვალოთ დაახლოებით 20-მდე ან დაახლოებით 20-მდე ყველაზე ფუნდამენტური, ყველაზე მნიშვნელოვანი კანონები აი სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობას არ ეხება, მაგრამ აი იმასთან ახლოს მყოფ რაღაც სტრუქტურულ საკითხებს რომ ეხება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ დღე და ღამე. ჩვენ უბრალოდ თქვენ თქვით რომ ნუ შეანალეთ პროცესს. ვერ მივცემთ თავისუფლებას რომ შევანალოთ პროცესები. უბრალოდ თუ ვინმე ითხოვს დამატებით რამოდენიმე დღეს, ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ ეს რამოდენიმე დამატებით დღე მათ არ მიცემთ. მაგრამ ეს იქნება გეგმაში არა პერსპექტივაში. გასაკვირველია საბოლოო ჯამში რა არ შეიძლება მონსტრებად ჩამოაყალიბო რომელიმე სამინისტრო. ეს იყო MGB-ების და NKVD-ების ასე ვთქვათ მიდგომა. სტალინსკი შეეშიდა. რა თვითონ გავღობერე, ხო აი გაგადროს NKVD-ა ბატონო. 45-ზე თვითონ შეეშიდა სტალინი და გაყავს მნიშვნელოვანი ფუნქციები უნდა გაიმეჯნოს. რა თქმა უნდა. შენადვაც საერთოდ გულწრფელად გეუბნებით מחარებს და მე ახლა ხვდები რატომ ხართ თქვენ ნოვატორები. თქვენ მაინც თავისუფალი პროფესიის ხალხი შეიკრიბეთ იქ უფლება დამცველები, ადვოკატები და რა ქვია არა მაქვს ალერგია პროკურორებმა დაუპეთ ქვეყანა. ანუ ყოველ შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმი ამით ესე ვთქვათ რა ვიცი დემონსტრირდებოდა ეს რა ერქვა იმის ის რო იყო იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი. ხო აი ადეიშვილი აი აშკარად მონსტრი იყო სისტემა ქონდა მონსტრული შენებლობა ვის საქმე იყო არჩევნები ვის საქმე ესეც უნდა დაანგრეული იყო. კარგია რომ დისტანცირება ხდება თქვენგან ამ იმისი პროკურატურის კარგია რომ საერთოდ აი ეს რაღაც ბალანსი აღდგება და გამიხარდება სანდრო აი მართა გამიხარდება თუ ბოლომდე მიიყვან თქვენს ამ დანაკადნებს და დათქვას თუ თქვენ თვეში 7 კანონს მიიღებთ რევოლუციონერები იქნებით. წარმატებას გესურვათ გულწრფელად მახარებს რომ ადვოკატი ხარ და გულწრფელად მახარებს რომ იუსტიციის სამინისტროს ნოვატორი ესე ვთქვათ მენეჯერები შეესიეთ. დიდი მადლობა რომ გესურვეთ დაგულოდეთ ხალხო აი მოკლედ პირიქით სადღაც მართა გამიხარდა მე შეამოვა მართა რაღაცა შეიძლება ამ ქვეყანაში. მინდა გითხრათ რომ აი ტელეკომპანია კავკასიის ღამის ეთერში ცხელხაში სოციალურ თემატიკაზე იქნება საუბარი გოგონი მაღარაძე იქნება სტუმარი ასევე გვეყოლება თუ არა უსტედის სტუმრად მოიცავ წავიკითხო აი ჯანდაც საპარლამენტო კომიტეტიდან იქნება გოგონი მაღარაძე ჯანდაც ექსპერტი მანანა ბერაძე ისაუბრებენ აი ამ სოციალურ პოლიტიკაზე ასევე მეორე ნაწილში კახაკუკავა იქნება ამ საპასპორტო სფეროში შექმნილ პრობლემებზე იქნება საუბარი და ეს აი როგორც იურის გეკითხებით აი აბსოლუტური კრეტინიზმი იყო დღეს რაც მოვისმინე რომ მერის ხალხი მიდის იმაში ეკონომიკის სამინისტროში გადაიბარეთო ჩვენი ფუნქციები ტრანსპორტი და მეტრო ფედერალურ რაღაცა იმაში თავრობა მიხედოს ესეთი სისულელე ვის მოაფიქრდა თავში ხო ნონსენსია სანდრო ეს არა როგორ შეიძლება რომ ეს დავშვა ჯანდაცვის სისტემა თავისი საქმე გადააბაროს არ ვიცი რა აი თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ შეიძლება არის რა ეს მუნიციპალური პრობლემატიკა არის საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემატიკა და აი ესეთი იდიოტობა გააკეთეს დღეს მოგვაშორეთ ესო არის რაღაც აი სუდისკები ეკანება ეს ორ ხელისუფლებები ან კი ეს აიტეხავენ ეს უბედურები ან რაღაცა მოხდება მადლობა და გითხრათ შემოსადრო რომ გესურვებთ აი ამ თემებზე იქნება ხელხაში საუბარი გმადლობთ ხალხო რომ ისმენთ კარგად მზადდებოდეთ